წერა ვთქვი, რომ პირდაპირ მიყვარს თქმა. ყველა მოცეკვავე არ უნდა იყოს. სო. ანუ ყველას არ უნდა ქონდეს იმის უფლება და ყველა არ უნდა აძლევდეს იმის უფლებას თავს, რომ თქვას, აი მე მოცეკვავე ვარ. იმიტომ რომ მართლა არიან ჩემზე უპირატესები, ჩემზე მაგარი მოცეკვავეები არ არსებობს ერთმანეთზე. ყველა ქართველი არ არის მაინც მოცეკვავე, მასში არ ცხოვრობს ყველა ქართველში ეს. ხო, ანუ შეიძლება საშემსრულებლო დონით და რაღაც სასცენო დონით განსხვავებული იყოს ყველა რა. თავისთავად ცხადია და მაგიტომაც არის რომ სახელმწიფო ანსამბლში უფრო რაღაც ნარჩევი საზოგადოება შეიძლება ითქვას და ხო, მაგრამ მოდი მოგიყვან მაგალითს. მე მიყვარს კრივი. აი რო არ ვიყო მოცეკვავე, სიამოვნებით ვიქნები მოკრივე. აი მიყვარს. რაღაცა გამოცდილება შეიძლება მაქვს. მე შემიძლია ვთქვა რომ მოკრივე ვარ. ეს შენ მაგას რომ მე ჩემს თავს დავარქვა მოცეკვავე, მაშინ ხო, ხვდები. ანუ ეს ყველაფერი სასიამოვნო მოსასმენიც არის რაღაც მხრივ, მაგრამ რაღაც მხრივ პრობლემასაც ქმნის. ზუსტად ის რაც თქვი წეგან რომ ბევრია მოცეკვავე. ჩემი აზრით არ არის ბევრი მოცეკვავე. ცუდად არ ვამბობ რა. მოცეკვავე ბევრი არ არის.